სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ამინ. მეოთხე მცნება ბრძანებს. დაიმარხეთ შაბათი ჩემი, რამე თუ წმინდა არ სუფლისა მიერ, რომელმან შეაგინოს იგი, სიკვდილითა მოკვდეს. 6 დღე იქმოდე საქმესა შენსა, ხოლო დღე იგი მეშვიდე განსვენება არს. წმინდაი უფლისაი, რამე თუ 6-თა დღეთა ქმნა უფალმა მცადა ქვეყანაი და დღესა მეშვიდესა დააცადა. ილია მინიატისი ბრძანებს. ღმერთს ამით სურს თქვას შემდეგი. დაიცავით შაბათი, ანუ დღესასწაულები. ჩვენთან არის მეშვიდე დღე კვირა, ახალ აღთქმაში. ვინც არ დაიცავს მათ და რაიმე საქმეს გააკეთებს, მოვაკვდინებ და მის სულს შევმოსრავთ. მე თქვენ სამუშაოდ კვირაში 6 დღეს გაძლევთ. მეშვიდეს ჩემთვის ვიტოვებ. დასვენებას ვაწესებ. ღვთის სახელით მაუწყებელი მოსი ამას მიზეზსაც ამატებს. ღმერთი 6 დღე ქმნიდა და შექმნა სამყარო. მეშვიდე დღეს კი საქმეთაგან დაისვენა. ამბობს ის. გევედრებით ჩაუფიქრდით ამას. პირველ რიგში ის, ვინც ასეთ მცნებას გვაძლევს, ცისა და მიწის ღმერთია. მეორე, ის იმათ, ვინც ამ მცნებებს არ ასრულებს, სიკვდილით ემუქრება. როგორც დაემართა იმ უბედურ კაცს, შაბათ დღეს რომ გამოვიდა შეშის მოსაგროვებლად და შეუბრალებლად იქნა მოკვდინებული. მესამე, თავად ღმერთს, ყოველთა მეუფეს, რომელსაც შეუძლია ბრძანოს, რაც მოესურვება და რომელსაც წინ ვერავინ აღუდგება. რომ დომებოდა, შეეძლო ჩვენთვის ებრძანებინა, კვირაში 6 დღე მისთვის გვემსახურა და ჩვენთვის 1 დღე დაგვეტოვებინა. თუმცა უკიდურესი შემწყნარებლობით მან 6 დღე ჩვენ გვაჭუქა, რათა ჩვენი ყოფა ცხოვრების მოსაწყობად, ჩვენი ოჯახების გამოსაკვებად გვემუშავა და ჩვენი საქმე წარგვემართა. თავისთვის კი მხოლოდ 1 დღე დაიტოვა და ინება რომ მისთვის კვირაში მხოლოდ 1 დღე გვემსახურა, რაც ისევ და ისევ ჩვენს პირად კეთილდღეობას უკავშირდება. რამე თუ საკუთარი თავისთვის 6 დღეს მუშაობით ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებას უზრუნველყოფთ. ერთი სადღესასწაულო დღის მსახურებით ღვთისადმი კი ჩვენს სულებს მომავალ ცხოვრებაში ვაცხოვნებთ. მსგავსი მცნების დაცვა ჩვენს უცილობელ მოვალეობას შეადგენს, რადგან ეს ღვთის მცნებაა. თუ კი მას ვარღვევთ, მაშინ დიდ უბედურებაში ვარდებით. თუ კი ვიცავთ, დიდ მადლს ვიღებთ. მას ასე 6 დღენი არიან, რომელთა შინაჯერას საქმეთ. აი განზრახვა ღვთისა, მაგრამ ეშმაკის ვერაგობა და შური რას აკეთებს? განდგომილი მთიები, როცა მას ჩანაფიქრი, ანუ ღმერთისათვის ცათა სასუფეველის წართნევა, თავისი ტახტის ღრუბლებზე ამაღლება და უზენაესის დამსგავსება არ გამოუვიდა, აქ დედამიწაზე ყოველნაირად აბრკოლებს ღვთის დიდებას. უცქერს როგორ იდიდება ღმერთი დღესასწაულებზე ხალხის მიერ და შურს, მრისხანებს, უხმობს დემონებს. თავის ამხანაგებსა და განდგომილების თანამონაწილებს და ეუბნება, მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქვეყანით. მოდით და ისე მოვაწყოთ, რომ დედამიწაზე დღესასწაულები შეწყდეს. არ დაუშვათ, რომ ღმერთი განიდიდოს. ხელი შეუშალოთ ამაში ქრისტიანებს. იმდენი სამუშაო და ქვეყნიური საქმე მივცეთ, რომ მათ დღესასწაულთა
განდიდებისა და ეკლესიაში სიარულისთვის დრო აღარ გქონდეთ. მოვედით და დავადუმნეთ ყოველდღი დღესასწაული ღმრთისანი ქვეყანით. მაშინ სულთა მტანჯველი ეუბნება, რა დღესასწაული, რის მსახურება, წარვედით კაცადი თქვენი საქმესათვისა, რა გედღესასწაულება, ეუბნება ის ხელოსანს, დაასრულე სამუშაო, რომ შენთვის და ოჯახისთვის სადღეისოდ პური გქონდეს. წადი, ბაზარს გადახედე, ნახე შენი ვაჭრობის საქმე როგორ მიდის, ეუბნება მოვაჭრეს. დიდებული სასახლეში ისწრაფე, რომ საქმე მოიწყო, ეუბნება წარჩინებულს. შენი მიყვირს რაღა გედღესასწაულება, როცა ასეთი გასაჭირი გაქვს. რისთვის ელოდები წირვას, საქმეზე დილით ადრიანად უნდა წახვიდე. საეკლესიო მსახურება რადგინდა, მონაზონი ხომ არ ახარ. წარვედით კაცადი თქვენი საქმესათვისა, ასე ურჩევს ეშმაკი და ქრისტიანებიც მის რჩევას ყურს უგდებენ. მაგრამ ეს კიდევ ცოტა. ისევე როგორც ფარაონი უმძიმებდა ებრაელებს სამუშაოს და როცა მათ დღესასწაულობა უნდოდათ, შრომას უორკეცებდა. ეშმაკიც ასევე ამრავლებს საქმეს. დღესასწაულებში ორჯერ, სამჯერ მეტ საქმეს აჩენს, ვიდრე დანარჩენ დღეებში. კიდევ მეტი, როგორც ფარაონის ზედამხედველები ერეკებოდნენ ებრაელებს სამუშაოდ, ასევე მავანი სახურნი ეშმაკისა მოდიან, გაღვიძებენ შუაღამისას. დილა ადრიან საწოლიდან წამოგაგდებენ, ძალით მიყავხარ იქით, აქეთ, რათა არ გაგახსენდეს, რომ დღესასწაულია, რომ აქ ეკლესიაში მოსვლის საშუალება არ გქონდეს. ამას ხედავს ეშმაკი და ღვთის ასეთი დამცირებით ამდენი ადამიანის წარწმედით ხარობს. ზეიმობს და კიდევ უფრო რიხიანად იმეორებს. მოვედით და დავადუმნეთ ყოველდღი დღესასწაული ღმრთისანი ქვეყანით. რა სიტყვი ქრისტიანი? კმაყოფილი ხარ კი იმით, ღმერთის დამცირებით ეშმაკი ასე რომ ხარობს. ვიცი რასაც მეტყვი, იძულებული ვარ, დღესასწაული გავაცდინო. ყოველდღიური საზრდოს შოვნის აუცილებლობა მაიძულებს ვიმუშაო. სახურებასა და ღვთის სიტყვას იმისათვის ვტოვებ, რომ უფროსი მყავს სანახავი, რომელსაც სხვა დროს ვერ ნახავ. საქმე დღესვე უნდა დავასრულო, რადგან ხვალ ვერ გავაკეთებ. შეშრილო, შენ ყველაფერ ამას აუცილებლად თვლი. განა შენი ცხონება საჭირო საქმე არ არის. ამას მოვალეობად თვლი და ღვთის მცნების დაცვის აუცილებლობას ვერ ხედავ, რომლის გადაბიჯებაც მომაკვდინებელი ცოდვაა. როცა იუდამ დაინახა ნელსაცხებელი, რომელსაც მრუში ქრისტეს ფეხებზე სხებდა, თქვა, რომ ის 300 დინარად გაიყიდებოდა. ხოლო როცა ებრაელებმა იესოს შევპყრობა განიზრახეს, მათ უთხრა, რა იგნებავს, მოცემად შემდა და მე მიქცე იგი. როცა მას უთხრეს, რომ 30 ვერცხლს მისცემდნენ, კმაყოფილი დარჩა და არც შევაჭრებიან. ასე რომ ნაკლებსაც აიღებდა. ესე იგი, მას ნელსაცხებლის შეფასება შეეძლო. შესაძლებელი იყო ესე განსყიდად უფროის 300-ისა დრაქმის, ხოლო ქრისტე უძვირ ფასესი საგანძური ცისა და მიწისა არაფრად ღირდა მისთვის. შენც ასევე მსჯელობ, შენს პატარა შემოსავალს, სავაჭრო საქმეს, ზემდგომისა ან მფარველისადმი მსახურს, სამსახურს აუცილებელ ფასეულ საქმე თვლი. ცნებას კი, რომელსაც შენი ცხონების საზიანოდ არ ღვევ, არაფრად აგდებ. გონია, რომ დგომითა და ღვთისმსახურების დროს ღვთის სიტყვის მოსმენით დროს კარგავ, მას კი არ კარგავ, მოიპოვებ იმდენად, რამდენადაც ღმერთს უძღვნი.
რომელიც მას ნამატით გიბრუნებს. ქრისტიანო, მოიხადე შენი ვალი, დაიცავი დღესასწაულები, რომლებსაც აგარიანი და ებრაელებიც კი იცავენ. და თუ კი აუცილებელი საქმე გექნება, ის ღვთის განგებულებას მიანდე. ღმერთი მას ბედნიერ დასასრულამდე მიიყვანს. წილი ღვთისათვის ვალად მიცემული არ იკარგება, არამედ მისგან ნამატით ბრუნდება. რამე თუ უფალი ყველა რთული ვითარებისაგან გვიხსნის და იმათ ასაჩუქრებს, ვინც სულიერ საქმეებს ამჯობინებს. სხეულს ჯანმრთელობას მიმადლებს, სულ სიმხნელეს, საქმეს კეთილად მოგვიწყობს და მთელ ცხოვრებაში კეთილად შეგვეწევა, ამბობს ბასილი დიდი. უფალს უნდა, რომ ამ დღეს ეკლესიას არ გამშობდეთ, იქ მშვიდად ვიყოთ ფსალმუნებასა და გალობაში, როგორც ამბობს მოციქული. ამგვარად თუ კი შეწყვეტ შრომას, მოგება გექნება, თუ კი არ შეწყვეტ, არათუ ვერაფერს შეიძე, იმასაც დაკარგავ, რასაც შეძენილად თვლიდი. სახარებაში უფალი ასევე გვეუბნება, ნუ ზრუნავთ ხვალისათვის, რამე თუ ხვალინდელი დღე თავად იზრუნებს თავისი თავისათვის. პირველად ეძებეთ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. და წინა თავში ამბობს, რა ჭამოთ, რას ვართ, რითი შეიმოსოთ. ამას ყველაფერს წარმართები ეძებენ, ხოლო თქვენ კიდე პირველად ეძიებდით ღვთის სასუფეველს და ეს ყველაფერი, ჭამა, სმა, ჩაცმა, ყველაფერი მოგეცემაო თქვენ. აი ასეთია ღვთის ბრძანება. და თუ კი ქრისტიანი დაემორჩილება, რა თქმა უნდა, თავის თავზე გამოცდის აი ამ დიდებული სიტყვების ძალმოსილებას. თუ არ აღასრულებს, რა თქმა უნდა, იმასაც კარგავს, რაც გააჩნია. და დაუკვირდით საკუთარ თავს. აი მაგალითად, ადამიანი ფიქრობს, რომ სახლში ბაღი აქვს მოსაწესრიგებელი, უფუჭდება საქმე, მოსარწყავია, მოსათოხმია და რაღაც საქმეებია გასაკეთებელი. აი მაგალითად, გააკეთე ეს ყოველი, ტაძარში არ მოხვედი. მეორე კვირასაც იგივე მოიმოქმედე, ტაძარში არ მოხვედი. როგორ ფიქრობთ, უკეთესად წაგივათ საქმე? რა თქმა უნდა, არა და არა. პირიქით, უნდა გაგიფუჭდეთ ის მოსავალი და ღმერთი ამაზე იზრუნებს აუცილებლად, რომ სულიერ დაიღუპო, რადგანაც სულიერი მდგომარეობა, სულზე ფიქრი არის უპირატესი. თუ სულს დაკარგავ, კარგავს სხეულსაც, მაგრამ თუ სულს შეიძენ სხეულსაც. აი ერთმანეთზე არის ასე მიბმული. ამიტომ შევეცადოთ, რომ კვირა დღეს და დღესასწაულები, როდესაც არის საუფლო დღესასწაულები, აი ამ დღეებში მივამდოთ ღმერთს ჩვენი საზრუნავები და იგი გამოგზრდის ჩვენ, ყოველივეს მოგცემს ჩვენ. ასე რომ არ დაგვეზაროს დილით ადგომა, მაგალითად ღვთისმსახურებას ჩვენ ვიწყებთ დილის 8 საათიდან. ადამიანს თავისი შესაძლებლობები გააჩნია. რა თქმა უნდა, ღმერთი არ თხოვს ყველა ადამიანს დილის 8 საათზე მოვიდეს აქ ტაძარში. თუ კი უძლურია ადამიანი, მაშინ უნდა მოვიდეს, როდესაც მას შეუძლია მოსვლა, დადგომა, ლოცვის მოსმენა. 15 წუთსაც ღმერთი შეიწირავს, როცა უძლური ხარ. მაგრამ როდესაც ძლიერი ხარ, 15 წუთი შეგერაცხება ცოდვად, როდესაც ტაძარში მოგიხარ. რატომ? იმიტომ რომ ზარმაცობ. ამიტომ დილით ადრე თუ დადგები წირვაზე, დაიღლები ღვთისმსახურებაში, სხეული დაგეღლება, მაგრამ სული გაიხარებს. ძალიან დიდ მადლს მიიღებ, როდესაც ტაძრიდან გახვალ.
ამიტომ ვეცადოთ, რომ ადრევე მოვიდეთ ტაძარში, ვიღვაწოთ, ვიშრომოთ, სხეული დავთრგუნოთ და ღმერთი ვადიდოთ. დიდება და მადლობა ღმერთს ყოველი დღისთვის, ყოველი წამისათვის. ილია მინიატის ინახეთ როგორ ამბობს. ზოგი ფიქრობს, რომ კარგავს დროს აქ ტაძარში რო დგას. საქმე არ გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ეს ფიქრი არის უგუნური ფიქრი. დაახლოებით აქვთ 70 წლის ხელში რა გიჭირავს? კიბრი და პამიდორი, კარტოფილი არა გაქვს ხელში ეს. არც ქონება გიჭირავს ხელში. რადგანაც უკვე შენ მიმწუხს იმყოფები. 70 წელი, 70 წლიდან უკვე ძალები იკლებს, კლებულობს. ბოლოს 80 წლის გახდები და ხვდები, რომ უკვე შრომის უნარო გახდი, არ შეგიძლია შრომა. არამედ ის, რაც გააკეთე, ის აქ უნდა დატოვო. შვილებს უნდა დაუტოვო, შვილიშვილებს უნდა დაუტოვო. კეთილი საქმეა, რა თქმა უნდა, შენი ნაყოფი, რომელიც მოიმუშაკე და კეთილ დღეობაში ამყოფებ შთამომავლობას და უტოვებ რაღაც ისეთ საგანძურს, რომლითაც მას შეუძლია თავშესაფარი მოიპოვოს და დღიური საზრდოც ასევე შეიძინოს შენი შრომიდან გამომდინარე. დიდებული საქმეა. მაგრამ თუ კი სულზე არ იფიქრებ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შენს ხელთან ერთად აქ დარჩება, აი აქ დედამიწაზე და შენი სული, რომელიც უნდა იყოს განსვენებაში, იმის გამო რომ აქ იღვწოდა, შრომობდა, წვალობდა, იტანჯებოდა, განსვენებაში უნდა იყოს. სული შენ ჩავა ჯოჯოხეთში. რატომ? შრომობდი, წვალობდი, იმიტომ რომ ღვთის მცნებას არ ასრულებდი. ღმერთს არ ემორჩილებოდი. ღმერთი ამას ხო არ გეუბნებოდა. შენ თუ იშრომებ, ცხონდები. არა. არამედ გეუბნება, თუ ღვთის ცნებებს, ჩემს ცნებებს დაიცავ. და ერთ-ერთი მცნება სწორედ ეს არის. ღვთისმსახურებაზე დგომა. ღმერთის დიდება. ღმერთი ამას მოითხოვს ჩვენგან. თუ ამას დაიცავ და თუ კი სხვა მცნებებსაც დაიცავ, თუ სულს გაამშვენებ, ისევე როგორც სახლი გაალამაზე მაგალითად, ეზო მოაწესრიგე და გაალამაზე. თუ კი სულიც ესეთი გექნება გამშვენებული სათნოებებით, რა თქმა უნდა, შენია სასუფეველი ცათა. შენ გეკუთვნის მაშასა და მეის, მაგრამ თუ კი დაბინძურებულია, თუ კი მყრალი ნეხვის მსგავსად ხარს შენი სული, სასუფეველი არ არის ნეხვთა გროვა. სასუფეველი არის გამშვენებულ სულთა სამყოფელი. ამიტომ თუ კი ხარს ჩვენი სული, წავა სიმყრალეში, იქ სადაც მისი ადგილია. ამიტომ დამოკიდებულება ჩვენზეა განკუთვნილი. როგორ მოვეპყრობთ საკუთარ თავს, საკუთარ სულს. 6 დღე ვიშრომოთ, მე-7 დღე ღმერთს მიუძღვნათ. მაგრამ ჩვენ როგორ ვიქცევით, იმ ერთ დღესაც ვიტაცებთ და ვეუბნებით, ესეც მე მეკუთვნის. 6 დღე მოგცა, ერთი თავისთვის დაიტოვა და იმასაც ართმევ ღმერთს. როგორ უნდა მოგექცეს? ძალიან კაცრად. ასე რომ ღმერთმა გაგვააზრებინოს ცნებათა საჭიროება და ეს ვალდებულება შეგვესრულებინოს პირნათლად ღვთის წინაშე. ღმერთმა დაგლოცოთ და